ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს კვლავ 8%-ზე ტოვებს მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, რატომ ინარჩუნებს ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი ფრთხილ მიდგომას. რა რისკებს ხედავს ინფლაციის კუთხით და როგორია მოლოდინები ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით. ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის დეტალები დღეს გადაცემაში პირდაპირ ეთერშია ეკონომიკსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. გამარჯობა, დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი თამთა სოფრომაძე. რადიო იმედის ეთერშია გადაცემა ეკონომიქსი ირმა ებრალიძესთან ერთად. თამთა გამარჯობა, დიდი მადლობა რომ ხართ გადაცემის სტუმარი. დავიწყოთ გუშინდელი ამბავი, ახალი ამბავი ის რომ ეროვნულმა ბანკმა უკვე მე-12 წელს თუ არ ვცდები 8%-ზე დატოვა კვლავ რეფინანსირების განაკვეთი. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა ინსტიტუტმა? მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის. რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, გუშინდელ სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვენარჩუნებინა ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დავტოვეთ. ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი არის მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური რისკები, რაც არსებობს. ინფლაციის კუთხით, თლიანი ინფლაცია 3.3%-იან მაჩვენებელთან შედარებით ზომიერად არის გაზრდილი, რაც ასევე თანხმედროვაში არის ეროვნული ბანკის პროგნოზთან და ამას ძირითადად განაპირობებს სურსათის ინფლაცია, ხოლო საბაზო ინფლაცია, რომელიც ყველაზე მერყევს სურსათის და ენერგორესურსების ფასებს გამორიცხავს, კვლავ 3 მაჩვენებლის ქვემოთ არის და აგვისტოს მდგომარეობით 2.8% შეადგინა. ჩვენი მოლოდინი ინფლაციის კუთხით არის ის, რომ ეს ზომიერად 3 მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია მხოლოდ დროებითი იქნება და საბოლოო ჯამში 25 წელს საშუალოდ 3.8%-ზე შენარჩუნდება, ხოლო შემდგომ წელს ეტაპობრივად დაუბრუნდება 3%-იან მაჩვენებელს და საშუალოდ 3.1% იქნება მომავალ წელს. თქვენ ახსენეთ ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, თუმცა ეს პოლიტიკა უკვე ეროვნულ ბანკს აქვს თითქმის 1 წელია, იმიტომ რომ რეფინანსირების განაკვეთი 11%-დან დაიწყო შემცირება და ჩამოვიდა 8%-მდე, თუმცა არ შეცვლილა. მაღალი ეკონომიკური ზრდა, რატომ არის კვლავ ასეთი ფრთხილი ეროვნული ბანკი? მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით, ჯერ რომ განვარტოთ რას ნიშნავს ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, როგორც ახსენეთ, ჩვენ მონეტარული პოლიტიკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა, როდესაც დავიწყეთ, მაშინ იყო 11%, შევამცირეთ 8%-მდე და საბოლოო ჯამში ნეიტრალური პოლიტიკის განაკვეთი, რომელსაც სხვა თანაბარ პირობებში საშუალოვადიან პერიოდში ჩამოყალიბდება, ეს არის 7%. მიზეზი იმისა, თუ 8%-ის შემდგომ ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ ამცირებს ეროვნული ბანკი 7%-მდე, არის სწორედ ეს ეკონომიკური რისკები და მდგომარეობა. მოგეხსენებათ, რომ გლობალურად დღეს არის საკმაოდ მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ასევე ეკონომიკური გაურკვევლობაც არის საკმაოდ მაღალი. აქედან გამომდინარე იმ რისკები ნარჩუნდება და ეროვნულმა ბანკმა 25 წლის დასაწყისიდან დაიწყო მონეტარული პოლიტიკის გატარება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომაზე. მანამდეც ეროვნული ბანკი, როდესაც იღებდა გადაწყვეტილებას, ყოველთვის ითვალისწინებდა ინფლაციურ რისკებს და რას გულისხმობს ეს? რისკების შემთხვევაში მხოლოდ საგარეო ფაქტორებს გულისხმობთ ამ შემთხვევაში და ძირითადი, რა თქმა უნდა, წამყვანი ძალა ამ შემთხვევაში არის საგარეო ფაქტორები, იმიტომ რომ ის ეკონომიკური გაურკვევლობა, რაც დღეს არის თუნდაც სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ეს ძირითადად არის გლობალური მასშტაბით ინფლაციურ რისკებს წარმოქმნის. რომ დაუბრუნდეთ ისევ რისკებს, მაგალითად სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით, საბოლოო ფორმაცია თუ როგორ ჩამოყალიბდება სატარიფო პოლიტიკა, კვლავ გაურკვეველია, კვლავ ბუნდოვანი არის და ეს აძლიერებს ეკონომიკურ ფრაგმენტაციას. ეკონომიკური ფრაგმენტაციის შემთხვევაში თავისთავად ეს მიწოდების ჯაჭვები, რაც არის წარმოების პროცესში, გლობალიზებულ სამყაროში, როდესაც ხდება თითოეული პროდუქტის წარმოება, ქვეყნები ურთიერთდაკავშირებული არიან. და თუ ეს მიწოდების ჯაჭვებში რაიმე პრობლემა შეიქმნება, ეს რა თქმა უნდა გამოიწვევს ფასებზე ზეწოლას. შესაბამისად, დღევანდელი გლობალური ეკონომიკური მდგომარეობა წარმოქმნის ესეთი ტიპის ინფლაციურ რისკებს.
რაც თავისთავად ჩვენ რადგანაც მცირე ტიპის, ღია ტიპის ეკონომიკა ვართ, არის რისკი იმისა, რომ ამ გზებით გადმოგვეცეს. თუმცა აქვე განმარტავ იმასაც, რომ პირდაპირ გზით ჩვენზე გადმოცემა საკმაოდ შეზღუდულია, იქედან გამომდინარე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა არ არის და ჩვენ არ ვექცევით აი ამ სატარიფო პოლიტიკის მძიმე შედეგების ქვეშ, იმიტომ რომ პირდაპირ გადმოცემა არის საკმაოდ შეზღუდული. ასევე გლობალურად საერთაშორისო ბაზრებზე ფასები, ნავთობის ფასი, რომელიც საკმაოდ დამოკიდებული არის გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე. ეს არის ძირითადი რისკები და შემდეგ აი ეს რისკები ასევე აძლიერებს ჩვენზე გადმოცემა ადგილობრივ ეკონომიკაზე, რაც შეიძლება იყოს როგორც პირდაპირ გზით, ასევე არაპირდაპირ გზით არის ის, რომ თუ ეს დამატებით ეწოლას იქონიებს არსებულ ინფლაციაზე და ინფლაცია არამხოლოდ დროებით ცოტათი გახანგრძლივდება სამიზნე მაჩვენებელთან შედარებით მაღალი, ამან შესაძლოა ინფლაციურ მოლოდინებზე იმოქმედოს. უარყოფითი გავლენა მოახდინოს ინფლაციურ მოლოდინებზე. და ინფლაციურ მოლოდინებზე ასევე ინფლაციაზე გავლენას ახდენს ეკონომიკური ზრდაც, ხო? თავისთავად ესეა მაღალი ეკონომიკური ზრდა იწვევს ინფლაციას. ამ 4.6%-ში, რაც ახლა ბოლო არის წლიური ინფლაცია, ეკონომიკური ზრდის, ანუ შიდა ფაქტორებს თუ ავიღებთ, თქვენ ისაუბრეთ მაინც ძირითადად საგარეო ფაქტორებზე. არის თუ არა ეს შიდა ფაქტორიც დავუშვათ ამ ინფლაციაში? კი, რა თქმა უნდა, მთლიანი ინფლაცია შეჯამებულად არის როგორც საგარეო, ასევე შიდა ფაქტორებიდან მომდინარე კომბინაცია. მნიშვნელოვანი არის, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე, დიახ, გეთანხმებით, როდესაც ეკონომიკური ზრდა არის მაღალი და ერთობლივი მოთხოვნა არის მაღალი ეს გარკვეულ წნეხწარმოქმნის ფასებზე, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი არის თუ რა დგას ამ ეკონომიკური ზრდის უკან. პოსტკოვიდურ პერიოდში საქართველოში არის საკმაოდ მაღალი ეკონომიკური აქტივობა. და ამ მაღალი ეკონომიკური აქტივობა ძირითადად გამოწვეული იყო საწარმოო პოტენციალის ზრდით. რაც გულისხმობს ამაში იმას, რომ სტრუქტურა ეკონომიკის შეიცვალა და მოხდა გადადინება ეკონომიკური აქტივობის უფრო მაღალ პროდუქტიულ სექტორებში. მაგალითად, როგორც არის IT სექტორი, მომსახურების სექტორი უფრო გააქტიურდა. მომსახურების სექტორი, თუმცა აი მომსახურების სექტორშიც შედარებით უფრო მაღალ პროდუქტიულ სექტორში მოხდა გადადინება. ამიტომ ამ მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად თამდევი იყო ეკონომიკის საწარმოო პოტენციალის დაც და აქედან გამომდინარე ზეწოლა მოთხოვნიდან ზეწოლა შედარებით უფრო მცირე იყო, ვიდრე სხვა თანაბარ პირობებში იქნებოდა. თავისთავად ანუ ეს მაღალი ეკონომიკური ზრდაც ერთ-ერთი საყურადღებო ფაქტორი არის ყოველთვის, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვაანალიზებთ თუ რა დგას ამ ეკონომიკური ზრდის უკან და რამდენად წარმოქმნის ეს ინფლაციის კუთხით რისკს. თუმცა ჩვენთან იყო ისეთი შემთხვევაც, რომ ბევრი კითხვა ისმებოდა ამასთან დაკავშირებით, რომ იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია იყო დაბალი. და ამასაც ესეთი ახსნა ქონდა დაახლოებით, რასაც თქვენ თქვით ახლა. დიახ, ამის ერთადერთი ახსნა არის ეს, იმიტომ რომ აქვე ხას გავუსმევ იმას, რომ ჩვენთან დაბალი ინფლაცია შენარჩუნებული იქნა იმ პერიოდში, როდესაც მსოფლიო მასშტაბით ინფლაცია კვლავ ერთ-ერთი მწვავე პრობლემა იყო. და რიგ ქვეყნებში, როგორც განვითარებულ ქვეყნებში, ასევე განვითარებად ქვეყნებში ინფლაცია იყო მაღალი. ამ პერიოდის განმავლობაში კონკრეტულად გულისხმობ მეტწილად 2023-2024 წლებს, ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში იყო დაბალი ინფლაცია და მაღალი ეკონომიკური ზრდა. და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე, თუ საიდან მოდის ეს ეკონომიკური ზრდა არის, რა არის განმაპირობებელი. თუ ეკონომიკური ზრდა მომდინარეობს არა ჭარბი მოთხოვნიდან, არამედ საწარმოო პოტენციალის ზრდიდან, მაშინ მას ფასებზე არ აქვს მწვავე ზეწოლა. გასაგებია. და ახლა თქვენ ახსენეთ სატარიფო პოლიტიკა. ბოლო პერიოდის განმავლობაში 15 თეთრით არის გამყარებული ეროვნული ვალუტა. მე აქ მსმენელებს, რადიო მსმენელს ამაყურებელს ვეთყვი, რომ პრემიერ-მინისტრის მადლობაც დაიმსახურა ეროვნულმა ბანკმა იმის გამო, რომ რეზერვები რეკორდულად არის გაზრდილი, რეზერვებზე ოდნავ მოგვიანებით. ამ 15 თეთრიან, ასე ვთქვათ, გამყარებაში დოლარის შესუსტების წილი არის თუ არა, თუ ეს არის განპირობებული იმ ეკონომიკური და ფინანსური ფაქტორებით, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს. დოლარის შესუსტების წილიც, რა თქმა უნდა, არის ზოგადად აი ეს სატარიფო პოლიტიკიდან გამომდინარე წლის დასაწყისიდან მარტიდან დოლარს აქვს სოფლიო ვალუტებთან მიმართებით შესუსტებული პოზიცია და რა თქმა უნდა ეს ჩვენც გადმოგვეცემა და ლარიც დოლართან მიმართებით მყარდება, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი არის გლობალურ ტენდენციებთან ერთად როგორი არის შიდა ეკონომიკური მდგომარეობა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში გასვლით კურსს აყალიბებს მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები.
როგორებიც არის, აი რა განსაზღვრავს? აი მაგალითად ყველაზე მნიშვნელოვანი არის თუ როგორი არის საგარეო შემოდინების და გადინების ბალანსი, რასაც ყველაზე უკეთ ასახავს საგადასახდელო ბალანსი, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი. რა შემოდინება გვაქვს ექსპორტის, ტურიზმის, ფულადი გზავნილების კუთხით და რა გადინება არის ჩვენთან. უარყოფითია ყოველთვის ძირითადად. უარყოფითი არის მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, ეს დამახასიათებელი არის მცირე ღია ეს იმას ნიშნავს, რომ იმპორტი უფრო მეტია ვიდრე ექსპორტი. უარყოფითი სავაჭრო მეტი არის. თუმცა ჩვენაირი ტიპის ქვეყნებს თითქმის უმრავლესობა ქვეყნებს მიმდინარე ანგარიშის ბალანსი აქვთ დეფიციტური და აქაც მნიშვნელოვანი არის რა არის ნორმა მიმდინარე ანგარიშის ბალანსის დეფიციტის, რა არის წონასწორობა. ჩვენთვის ანუ წონასწორობა მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან გამომდინარე არის დაახლოებით 5.5% მთლიანი შიდა პროდუქტის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის. ამაზე თავად ანუ ეროვნულ ბანკშიც გვაქვს ანალიზი გაკეთებული და ამას ასევე მოწმობს თავად საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, მაგალითად საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც, როდესაც გამოაქვეყნა მეოთხე მუხლის ანგარიში, იქაც იყო ჩანაწერი ამის შესახებ და ანალიზი გაკეთებული ამის შესახებ, თუ რა არის მიმდინარე ანგარიშის ნორმა. მიმდინარე ანგარიშის ნორმასთან შედარებით ბოლო წლების განმავლობაში რომ ავიღოთ გასული წელი 2024 წელი, ასევე 2023 წელს საკმაოდ ახლოს და შედარებით უფრო კარგი მაჩვენებელია, ვიდრე ჩვენაირი ტიპის ქვეყნებისთვის არის ნორმა. ანუ ეს საბოლოო ჯამში მიუთითებს იმაზე, რომ შემოდინებას და გადინების ბალანსი პოზიტიურად აისახება გაცვლით კურსზე. სამწუხაროდ ამ მიმდინარე ანგარიშის ბალანს საკმაოდ დიდი დროითი დაგვიანება აქვს, ჯერჯერობით მხოლოდ პირველი კვარტალი არის გამოქვეყნებული და მეორე კვარტალი მალე გამოქვეყნდება, თუმცა ჩვენ გვაქვს გარკვეული ძირითადი ინდიკატორები წინასწარ, როგორც არის მაგალითად ექსპორტი, იმპორტი, ტურიზმი და ფულადი გზავნილები. აი მაგალითად მეორე ჩვენებს რომ ექსპორტი იზრდება. მეორე კვარტალი რომ შევაჯამოთ, მეორე კვარტალში საკმაოდ ძლიერი იყო ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების და დაახლოებით 21%-ით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 5%-ით გაიზარდა, ასევე იზრდება ფულადი გზავნილებიც. მეორე კვარტლის პერიოდში დაახლოებით 11-12%-ით იზრდებოდა და ივლისის მდგომარეობით 13%-ით არის გაზრდილი. ტურიზმიდან შემოსავლები ბოლო მონაცემი არის მეორე კვარტალი და ეს 5%-ით არის გაზრდილი. ანუ მეორე კვარტალში ეს საგარეო მდგომარეობაც საკმაოდ ესეთი პოზიტიურად მოქმედებდა გასვლით კურსზე და მესამე ფაქტორი, რაც არის, ეს არის მოლოდინები და ზოგადად ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ, რაც განისაზღვრება ლარიზაციის პარამეტრით. ჩვენ ვხედავთ ტენდენციას, რომ 25 წლის დასაწყისიდან დეპოზიტების ლარიზაცია საკმაოდ მზარდი არის. დაახლოებით აი დოლარიზაციის დონე დეპოზიტებში გაიზარდა გასული წლის ბოლოს და შემდეგ უკვე წლის დასაწყისიდან ეს ტენდენცია შემოტრიალდა და ხდება ლარიზაციის ზრდა დეპოზიტებში. და ის ფაქტორიც ალბათ მუშაობს, როცა გაიზარდა ლარში გასაცემი სესხის ლიმიტი. სესხების დოლარიზაციაზეც და შემდეგ არაპირდაპირ დეპოზიტების დოლარიზაციაზეც აისახება ეს მაკროპრუდენციული ინსტრუმენტი. და კიდევ ერთი ფაქტი მინდათ, აზიის განვითარების ბანკმა რამდენიმე დღის წინ 68 მილიონ ლარზე მეტი სესხი მისცა საქართველოს ბიუჯეტს, ანუ ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ლარში მოხდა პირველად, როგორც აღინიშნა, სესხის გაცემა. ეს რა გავლენას ახდენს ვალუტაზე? ეს ერთი ტრანზაქცია, ერთი კონკრეტული ამ შემთხვევაში. კონკრეტულად მოდი უფრო განვაზოგადებ ამას, იმიტომ რომ კონკრეტულ ვალუტასთან შედარებით უფრო მნიშვნელოვანი არის თვითონ ანუ მაკროეკონომიკური კონტექსტი ამისი, არის საკმაოდ კარგი მოვლენა საქართველოსთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მიუთითებს იმაზე, რომ ნდობა ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის მიმართ არის საკმაოდ მაღალი. მით უმეტეს, როდესაც ხდება ეროვნული ვალუტით ამ ტრანზაქციის განხორციელება. ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობის მიმართ აზიის განვითარების ბანკიდან არის საკმაოდ მაღალი. ამ დეტალებში არ შევალ, რადგანაც ეს უფრო ფისკალური პოლიტიკის თემა არის, თუმცა ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა
არის საკმაოდ ძლიერი და ნდობა საქართველოს მიმართ არის საკმაოდ კარგი აზიის განვითარების და ბანკის. კიდევ ერთი კითხვა, რომელიც აი ხშირად არის ხოლმე სოციალურ ქსელებში, აი ბოლო პერიოდში, მაგალითად ან ლარი თუ გამყარდება, ან თუ პირიქით გაუფასურდება, კონკრეტულ ტრანზაქციას უკავშირდება ვიღაცამ ბევრი დოლარი იყიდა, ან ვიღაცამ ბევრი ლარი. ანუ არის თუ არა მარტივად რო ახსნათ მიბმული ეს ყველაფერი დაუშვათ ერთ კონკრეტულ ეროვნული ვალუტის კურსი არის თუ არა მიბმული კონკრეტულ ტრანზაქციას ერთზე, რა თქმა უნდა, საერთო ჯამში რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ თუნდაც რაღაც რამოდენიმე ტრანზაქციაც რომ იყოს, გაცვლითი კურსი მხოლოდ დროებითი დღიური გავლენა თუ ეთქება ამას. ერთდღიანი ეფექტი და როდესაც ანუ ტენდენცია და ტრენდი ძირითადად აყალიბებს მაკროეკონომიკური მდგომარეობა. ანუ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენ ამას ხშირად აღვნიშნავთ, რომ საქართველოში მოქმედებს ცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ყველაზე ესეთი ოპტიმალური რეჟიმი არის და ამის ფარგლებში გაცვლით კურსს საბოლოო ჯამში აყალიბებს მაკროეკონომიკური მდგომარეობა. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც შესაძლებელი არის მოლოდინებმა ან ერთჯერადმა ტრანზაქციებმა გავლენა მოახდინოს მასზე, თუმცა მას მხოლოდ დროებითი გავლენა აქვს. საბოლოო ჯამში ეკონომიკის ფუნდამენტები არიან ამ გაცვლითი კურსის ტრაექტორიის და ტრენდის განსაზღვრელი. ზოგადად ეროვნული ვალუტის სიმყარეს რამდენად განსაზღვრავს სავალუტო რეზერვები, რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, რომ სავალუტო რეზერვები იყოს უფრო მაღალი და თუ არ ვწდები, $1.3 მილიარდით გაიზარდა მარტ-ივლისში სავალუტო რეზერვები. ანუ რამდენია ახლა და რას განსაზღვრავს სავალუტო რეზერვები? სავალუტო რეზერვები არის ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ძირითადი გარანტორი. და შესაბამისად, აი აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი ყოველთვის არის კონცენტრირებული იმაზე, რომ როდესაც საშუალებას გვაძლევს ეკონომიკური მდგომარეობა და სავალუტო ბაზარი, დავაგროვოთ რეზერვები. სავალუტო რეზერვები ბოლო მონაცემით, რაც გამოვაქვეყნეთ, არის 5.2 მილიარდი და წლის განმავლობაში 20-25 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 1.3 მილიარდი დოლარის შესყიდვები გააკეთა და შესაბამისად ამით გაიზარდა სავალუტო რეზერვები. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ამ პოლიტიკასთან ერთად ეფექტიანად იყოს მართული თვითონ სავალუტო რეზერვების აქტივები და აქ ყურადღებას გავამახვილებ ოქროს შეძენაზე. ეროვნულმა ბანკმა მიიღო ესეთი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ ერთ-ერთ აქტივად ოქრო დაემატა სავალუტო რეზერვებს და შესყიდვის საკმაოდ ისეთი ოპონენტების მხრიდან საკმაოდ ისე იყო შეფასებული სკეპტიკურად და ნეგატიურად, რომ არ უნდა იყიდა ეროვნულ ბანკს ოქრო. თუმცა ახლა გვაჩვენებს ტენდენცია გვაჩვენებს იმას, რომ შესყიდვის მომენტიდან აგვისტოს მდგომარეობით დაახლოებით 288 მილიონით არის გაზრდილი, ანუ ოქროს ფასის ზრდიდან გამომდინარე, გადაფასებიდან მიღებული შემოსავალი არის 288. უფრო მყარი აქტივია ამ შემთხვევაში ოქრო, ნებისმიერ შემთხვევაში ვიდრე დავუშვათ დოლარი. და ან ზოგადად მოდი არ შევადარებ მაინც ოქროს და დოლარს, თუმცა რეზერვების კუთხით ვამბობ. მნიშვნელოვანი არის, რომ რეზერვებში აქტივები იყოს დივერსიფიცირებული, რომ ფასიდან გამომდინარე, მერყეობიდან გამომდინარე იყოს დაცული. ანუ რაც უფრო დივერსიფიცირებული არის აქტივები, პირიქით ეს უკეთესი არის და ასევე გავამახვილებ იმაზე ყურადღებას, რომ ოქროს კუთხით საკმაოდ ბოლო წლების ტენდენციაა, ეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ცენტრალური ბანკები საკმაოდ ზრდიან ოქროს სტილს თავიანთ სავალუტო რეზერვებში. და კიდევ ერთი ფაქტი, თქვენ აღნიშნეთ, რომ ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა იყიდა ბაზრიდან და დოლარი და გაზარდა. ამავე წარმატებით დავუშვათ, შეიძლება თუ არა რეზერვების დახარჯვა, იმიტომ რომ ამას რატო გეკითხებით, იცი, მაშინ როდესაც გარკვეული პოლიტიკური ციებ-ცხელება, პოლიტიკური ტემპერატურა იყო მაღალი, ლარის კურსთან დაკავშირებით იყო რყევები და მაშინ ეროვნულმა ბანკმა რეზერვები დახარჯა და იყო ამბები, რომ რატომ დახარჯა, ჩამოიშალა ეკონომიკა და ასე შემდეგ. შეიძლება თუ არა რეზერვების გახარჯვა. პრიმიტიულად რო გკითხოთ. ანუ ინტერვენციებით კუთხით, ეროვნულ ბანკს აქვს შემდეგი პოლიტიკა. კიდევ ერთხელ გავუსმევ ხაზს, რომ საქართველოში მოქმედებს თურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და გაცვლით კურს აყალიბებს მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები. თუმცა ზოგჯერ ხდება, რომ მოლოდინების ან გარკვეული ერთჯერადმა ფაქტორებმა ზედმეტი ჭარბი მერყეობა წარმოქმნას. თუ ჩვენ ხედავთ, ეროვნული ბანკი ხედავს, რომ კურს ეწნეხი მომდინარეობს არა მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებიდან, არამედ წავე მოლოდინებიდან ან ერთჯერადი ტრანზაქციებიდან, რომელიც ზედმეტ ჭარბ მერყეობას იწვევს ბაზარზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში ერევა.
რაც შეეხება ბოლო პერიოდის ყიდვებს, აი 1.3 მილიარდის ყიდვას, ეს მომდინარეობს მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებიდან. მოხდა ან პოზიტიური სავალუტო ბაზრის ტენდენციებიდან ეროვნულმა ბანკმა მოახერხა რეზერვების შევსება. ეს არის ძირითადი პოლიტიკა, როდის ყიდულობს ეროვნული ბანკი და როდის ყიდის. როდესაც ბაზარის შესაძლებლობას გვაძლევს, იქედან გამომდინარე, რომ რეზერვები არის საკმაოდ მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური სტაბილურობით. ეროვნული ბანკი კონცენტრირებული არის, რომ შეიძინოს, გაყიდვა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ამას წარმოქმნის არაფუნდამენტური ფაქტორები. სხვათა შორის ახლა წინასაარჩევნო პერიოდია, თუმცა თუ შევადარებთ შარშანდელ ოქტომბერს და სექტემბერს რადიკალურად განსხვავებული, ანუ პოლიტიკურადაც და ისედაც, მაგრამ თქვენ რა მოლოდინები გაქვთ შესაძლოა, რომ ამ პოლიტიკურმა ტემპერატურამ გავლენა მოახდინოს ეროვნულ ვალუტაზე? გაცვლითი კურსი ისევ და ისევ განმეორდები, რომ ცურავ გაცვლითი კურსის პირობებში, გაცვლითი კურსის პროგნოზზე საუბარი ან ძალიან ბევრი ერთი კომპონენტი ალბათ მოლოდინების ფაქტორი თუ ჩაირთვება იმ შემთხვევაში, თუმცა ეკონომიკური ფაქტორები ეკონომიკურ ფაქტორებს როგორც შევაჯამეთ, ანუ აქამდე რა ტენდენციებიც არის პირიქით, ანუ შესყიდვები განვახორციელეთ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ გასვლით კურსზე საკმაოდ ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, არა მხოლოდ შიდა მდგომარეობა, არამედ გლობალური მდგომარეობაც ჩვენ მახსენეთ, რომ დოლარის პოზიცია საკმაოდ შესუსტებული არის, რაც განაპირობებს იმას, რომ დოლარი მსოფლიო ვალუტების მიმართ უფასურდება და სხვა ვალუტები მყარდებიან დოლარის მიმართ, ესეც დამატებითი ფაქტორია. გაურკვევლობის ხარისხი საკმაოდ მაღალი არის ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკურად, აქედან გამომდინარე საკმაოდ რთული არის წინასწარ ვისაუბროთ რაიმე ტიპის გაცვლითი კურსის პროგნოზზე. და ბოლოს მინდა ისევ ინფლაციას დაუბრუნდე, იმიტომ რომ ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი მაინც ფასების რეგულირება. თქვენ თქვით, რომ ძირითადად ისაუბრეთ, რომ ეს იყო საგარეო ფაქტორებით გამოწვეული 4.6%, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ, რა ბერკეტი აქვს ეროვნულ ბანკს, რომ ინფლაცია დაიჭიროს. თუ ამის საჭიროება დადგა, ხა არ არის ეს ისეთი მაღალი, რომ შეიძლება რომ ჩაირთოს დაუშვათ მაშველი რგოლი, მაგრამ რა ბერკეტები აქვს ეროვნულ ბანკს? ანუ ინფლაციას რაც შეეხება კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ საგარეო ფაქტორებმა თავის კონტრიბუცია შეიტანა ამ ზრდაში, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ეს საბოლოო ჯამში არის როგორც შიდა ეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეული, ასევე საგარეო ეკონომიკური ფაქტორებით. 4.6%-იანი ინფლაცია. რაც შეეხება ბერკეტს, თუ როგორ მართავს ეროვნული ბანკი, როგორ ინარჩუნებს ფასების სტაბილურობას, მთავარი ბერკეტი ეს არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რის შესახებაც კომიტეტი წელიწადში 8-ჯერ იღებს გადაწყვეტილებას. თუ კომიტეტი დაინახავს იმას, რომ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ინფლაციური მოლოდინები გაიზარდოს, ან ინფლაცია ხანგრძლივად შენარჩუნდეს 3%-ზე მაღალი, ამ შემთხვევაში მოხდება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. თუმცა კიდევ ერთხელ გამკაცრება ნიშნავს აწევას. გამკაცრება ნიშნავს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის აწევას, თუმცა ჩვენი პროგნოზით ამ ეტაპზე ეს გაზრდილი ზომიერად გაზრდილი ინფლაცია არის დროებითი, მომდინარეობს ძირითადად სურსათის ინფლაციიდან, რომელიც საკმაოდ მერყევია და ჩვენი პროგნოზი არის ის, რომ 2026 წლიდან ინფლაცია ეტაპობრივად დაუბრუნდება 3%-იან მაჩვენებელს. ფულის გაძვირება, ანუ ეს არის რეფინანსირების განაკვეთზე მეტნაკლებად მიბმული, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ერთი წლის განმავლობაში დაუშვათ რეფინანსირების განაკვეთი არ შესრულდა და მაინც მეტნაკლებად 11%-თან შედარებით მაინც დაბალია, რატომ არ ხდება საპროცენტო განაკვეთების შემცირება გულისხმობს სესხებზე ბანკებში? რატომ არის კვლავ ისეთი მაღალი? ანუ აქაც საკმაოდ ესეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან არ მომხდარა საპროცენტო განაკვეთების გაზრდა, ბაზარზე ფინანსური პირობები არის გამკაცრებული და ეს ფინანსური პირობების გამკაცრება მომდინარეობს ზოგადად გაურკვევლობიდან. თუ არის ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალი, ამ შემთხვევაში, ანუ ბანკები როდესაც გასცემენ სესხებს, იმ რისკიანობას, რაც შეიძლება დადგეს. საერთაშორისო ბაზრებზე გაურკვევლობას გულისხმობთ ამ შემთხვევაში. როგორც საგარეო, ესევე შიდა გაურკვევლობას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საბანკო სისტემაზე და ჩვენი საბანკო სისტემის მიერ გაცემულ კრედიტების ფასზე და დეპოზიტების ფასზე ვსაუბრობთ, ძირითადად მოხდა აი ამ რისკიანობის ასახვა
ფასში, რაც არის საბაზრო საპროცენტო განაკვეთი და ეს არის მთავარი განმაპირობებელი ამ ხრივ თუ რატომ არის ფინანსური პირობები გამკაცრებული. გასაგებია და მომდევნო კომიტეტის ხდომა როდის არის ჩანიშნული? 5 ნოემბერს არის შემდეგი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ხდომა. და მაშინ მიიღებს ეროვნული ბანკი შესაბამის გადაწყვეტილებას გამომდინარე ეკონომიკური მდგომარეობიდან. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი თამთა სოფრომაძე პასუხობდა დღეს ჩვენ შეკითხვებს. მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით, მომავალ ხუთშაბათს ამ სტუდიაში სხვა თემით და სხვა სტუმრით დაბრუნდები. მადლობა.